გრანდიოზული შენობების ნანგრევები მთვარეზე? 2007 წლის 30 ოქტომბერს NASA-ს ფოტოლაბორატორიის ყოფილმა უფროსმა კენ ჯონსტონმა და მწერალმა რიჩარდ ჰოგლანდმა ვაშინგტონში პრესკონფერენცია მოაწყვეს, რომლის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს ყველა წამყვანი ტელეარხის საინფორმაციო პროგრამებში მოხვდა. და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ინფორმაციას, რომელიც ამ ადამიანებმა გააჟღერეს, აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა. ჯონსტონმა და ჰოგლანდმა განაცხადეს, რომ თავის დროზე ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე უძველესი ქალაქის ნანგრევები და არტეფაქტები აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მთვარეზე შორეულ წარსულში მაღალ განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა. პრესკონფერენციაზე ნაჩვენები იყო მთვარის ზედაპირის ფოტოსურათები, რომლებზეც მთვარის ზედაპირზე აშკარად ხელოვნური წარმოშობის ობიექტების არსებობის კვალი იკვეთებოდა. განსაკუთრებით საყურადღებო წარმოდგენილი ფოტომასალიდან ის ფოტო იყო, რომელზეც მთვარეზე მდებარე მინის სასახლე იყო ასახული. როგორც ჯონსტონმა განაცხადა, მთვარის კოსმოსური პროგრამებისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ისინი იძულებულები იყვნენ მთვარის ზედაპირზე გადაღებული ფოტოსურათები გამოაქვეყნებინათ. ამიტომ ვიდრე ფოტო ჟურნალ გაზეთების ფურცლებზე ან ტელევიზიით გამოჩნდებოდა, მისი რეტუშირება ხდებოდა. NASA-ს ხელმძღვანელობის ბრძანებით ფოტო ნეგატივზე იღებებოდა ყველაფერი, რასაც შეეძლო სულ მცირე ეჭვი გამოეწვია მთვარეზე არსებული რეალური სიტუაციის შესახებ. ხოლო ჰოგლანდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. როგორც NASA-მ, ისე საბჭოთა კოსმოსურმა პროგრამამ ცალ-ცალკე აღმოაჩინეს, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ სამყაროში, რომ მთვარეზე არსებობს ნანგრევები, კულტურული მემკვიდრეობა ცივილიზაციისა, რომელიც ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ჩვენ ახლა ვართ. სენსაციური განცხადებების და მსოფლიო საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, შემდგომ დღეებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან არც ამერიკის ოფიციალურ ხელისუფლებას და არც NASA-ს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ და მიიჩქმანა ეს ამბავი თითქოს შეთქმულების უაზრო თეორია. დაუშვებენ კი მთვარეზე ჩვენს არქეოლოგებს. რიჩარდ ჰოგლანდს, როგორც თავად ამბობს, ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით ხელში ჩაუვარდა აპოლო 10 და აპოლო 16-ის მიერ გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც კარგად ჩანს ქალაქი. უფოლოგები წერენ, რომ NASA-სა და პენტაგონის საიდუმლო კვლევის თანახმად, ბროლი, რომლითაც აგებულია მთვარეზე ობიექტები, სტრუქტურის მიხედვით ძალიან ჰგავს ფოლადს, ხოლო სიმაგრისა და გამძლეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, მსგავსი ნედლეული დედამიწაზე არ მოიპოვება. ვის მიერ იყო აშენებული ეს ქალაქი? ვინ შექმნა ეს თაღი? დამჭირვალე შენობები, კილომეტრობით გზები და ენერგოობიექტები. უცნობია. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.